გამარჯობა, დღეს ვისაუბროთ კლიპიზე. კლიპი არის Rust-ის ერთ-ერთი ხელსაწყო, რომელიც კარგოს მოყვება, მგონი არც გვჭირდება მის ცალკე ინსტალაცია, თუ გვჭირდება. კი, აი კომპონენტად დამატება გვჭირდება, მას შემდეგ რაც ჩვენ გვაქვს Rust-ის თულები. და ეს არის ლინტერი Rust-ისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს ჯერ ერთი რომ შეცდომები ვიპოვოთ, სანამ აპლიკაციის კომპილირება მოხდება და ასევე გავაუმჯობესოთ კოდი. უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ თქვათ რაღაც სტრუქტურა, რაც გვაქვს კოდის, ან თუ გვაქვს ისეთი რაც გამოუსადეგარია, წავშალოთ ან გადავაკეთოთ უკეთეს ფორმაში და ასე შემდეგ. აქ ჩვენ მაგალითებსაც ალბათ ნახავთ. კარგო კლიპი როცა ამას გავუშვებთ, ნაგულისხმობი პარამეტრები რაც აქვს, ის ეშვება და ჩვენი პროექტი მთლიანად გადაიხედება და მივიღებთ აუთპუტად შენიშვნებს. თუ ასეთის არსებობის შემთხვევაში. როცა არაფერს არ გავაკეთებთ, არის რაღაც რაოდენობა ამ ლინტერებისა, არც ვიცი მაგას რა ქვია, რეკომენდაციებისა, რადგან მივიღებთ. და ასევე გვაქვს ფლაგი ესა პედანტიკი, რომელიც უფრო მეტ რეკომენდაციას იძლევა. აქ ჩვეულებრივ როცა ვუშვებთ ასე თუ ისე ობიექტურად კარგ რეკომენდაციებს გვაძლევს, აქ კი უფრო სუბიექტურია და ბევრად მეტია შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული რეკომენდაცია თუ არ გვინდა, ამ მეტა კეyword-ით. აი ესე მაგალითად კონკრეტული რეკომენდაციას თავი ავარიდოთ. ასევე ჩვენ გვაქვს fix არგუმენტი, რომელიც შეძლების შემთხვევაში თვითონ გადააკეთებს ჩვენ კოდს. ნუ რა თქმა უნდა, თუ შეძლებს, თუ რაღაცას ვერ აკეთებს, შესაბამის შეტყობინებას მივიღებთ. ნუ სულ ეს არის, ჩვენ ასევე შეგვიძლია ეს კარგო კლიპი გავუშვათ, როცა გვინდა, ან შეგვიძლია თქვათ მივალბათ გააჩნია რა ედიტორს ვიყენებთ ფაილის შენახვას, როგორც მე მაქვს ამ შემთხვევაში და ფაილის შენახვის შემთხვევაში ეს კარგო კლიპი გაეშვება და ედიტორში ვიმივიღებთ, თუ ამას მხარდაჭერა აქვს ჩვენს ედიტორს, ამ მინიშნებებს. სხვა შემთხვევაში ტერმინალში გავუშვებთ და იქ ნახავთ. ასევე მაგალითად თუ გვაქვს ეს building system pipeline თუ გვაქვს, CI ან რაღაც ეგეთი, შეგვიძლია ასევე ესეც გავუშვათ building-ის ერთ-ერთ მომენტში და დავარწმუნდით, რომ ყველაფერი ის არის, როგორც გვინდა. ასევე ამაზე დავალება არ არის, თუმცა მაინც ვახსენებ, საინტერესოა. Rust-ში ასევე გვაქვს თულებში გვაქვს Rust ფორმატი. ეს არის უკვე ფორმატირებისთვის. ესეც შეგვიძლია მივაბად Ctrl+S ან რა keyword-იც გვაქვს ფაილის შესანახად. ან რაღაც პერიოდულად გაეშვას, პერიოდულად მგონი არც ისე კარგია, ну შენახვის დროს კარგია, რომ დააფორმატოს ფაილი, რადგან მუშაობთ. ну კარგი ის არის, რომ ჩვენ შეიძლება ჩვენს პროექტში გვქონდეს ესეთი Rust format toml ტიპის ფაილი და ჩვენ რაც გვსურს, თქვათ, ის კონფიგურაცია აქ მივუთითოთ. თუ მაგალითად თუ ის არ ემთხვევა, რაც ნაგულისხმობად არის Rust ფორმატში, თუ ის ეგულისხმობა ემთხვევა, მაშინ არ გვჭირდება ამ ფაილის შექმნა. ამას შევქმნით და ჩვენ რაც გვინდა, იმას შევცვლით. აი ამ შემთხვევაში მაგალითად ეს რა არის? აი მაგალითად C-ის არსებობის შემთხვევაში თავიდან ჰორიზონტალურად არის, ხო ესე ვწერთ და რამდენი რა უნდა იყოს მისი სიგრძე, რომ მაგალითად გახდეს ვერტიკალური. ну 60 არის default. შეიძლება მეტი გვინდა, ნაკლები გვინდა, ამას შევცვლით. თუ სხვა მნიშვნელობა გვინდა, აქ არის მაგალითად ფუნქციის არგუმენტებზე 70-ზე მეტი თუა, ეს ალბათ სიგრძე. ну შემდეგ ვერტიკალურად დაიწყება ამის ჩამოთვლა. და ასე შემდეგ. ბევრია.
ამას დავალება არ გვაქვს, თუმცა ესეც საინტერესო ხელსაწყოა. გადავიდეთ დავალებებზე. ამ შემთხვევაში გვაქვს სამი დავალება. ახლა ეს არის რაღაც კოდი, სადაც კარგო კლიპი რო გავუშვათ, მოგცემს რაღაც რეკომენდაციას. ჩვენ შეგვიძლია რასლინგი დავიწყოთ და პირდაპირ ეს დავალება output-ს გვაძლევს კლიპის წინ. მე მაგალითად Ctrl S-ზე გვაქვს მიბმული, აგერ კუთხეში ჩემს კარგო კლიპი გაეშვა და აქვე ედიტორში ვიღებთ რეკომენდაციას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რა, რომ p-ის მნიშვნელობა არის 3.14 და ეს გვეუბნებიან, რომ სისტემაში რა, ენაში გვაქვს სტანდარტულ ბიბლიოთეკაში გვაქვს ეს კონსტანტა რაღაცა p, რომელიც უფრო ზუსტია და გამოვიყენოთ ეს. სტანდარტებს გეთორმეტი და p. ნაცვლად 3.14-ისა, რომელიც სრულად ზუსტი ხო არ არის, ვიყენებთ რაღაც კონსტანტას, რაც სისტემაში ბიბლიოთეკაში გვაქვს. ასევე ბევრი სხვა არის, როგორც ხედავთ. სხვა შემთხვევაში გამოვიყენებთ სხვას. აქ სხვა შენიშვნა არ გვაქვს. პირველ დავალება შევასრულეთ. მეორე დავალებაშიც რაღაც შენიშვნა გვაქვს, მაგრამ ბევრად უფრო წაკითხვადი იქნება, უფრო ველად გამოვიყენოთ ჩვენი ედიტორი. აქ გვაქვს რაღაც option ტიპის ცვლადი გვაქვს. ამის ნაცვლად გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ if let. ეს ჩვენ ადრე გამოვიყენეთ. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ პირდაპირ ოთხიანიც დავაჭიროთ ამ შემთხვევაში. code action-ი რაც გვაქვს შემოთავაზებული, პირდაპირ შეცვლის if let some option-ი და რეკომენდირებულ ვარიანტად. ეს არის მესამე. ჩვენ რა გავაკეთეთ? პირველი, მეორე. მეორე. მესამე. კარგი. აქაც იგივე დავალება არის, ლინკები უნდა, რაც გვაქვს რეკომენდაციები, ყველაფერი გავასწოროთ. ასევე ეს რაც გვაქვს აქ არის, ეს rust ფორმატირებისთვის არის. ან ფორმატერი რაც არის, მისთვის არის ეს დამატებული ინფორმაცია, რომ ცვლადები, რომელიც არის გამოვიყენებელი, მას პრობლემა არ შეგვექმნას. ეს არის ალბათ მინიჭებები, მაგალითად ესეთი რაღაცა. მე გამოყენებული რო არ არის, ისეთზე რო არ მოგცეს შენიშვნა. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა კლიპის შენიშვნები. აქ გვაქვს option-ი, ვამოწმებთ თუ option-ია და მის დაბაჭდას ვცდილობთ. აქ კიდევ საინტერესო ის არის, რომ შენიშვნასთან ერთად ჩვენ ასევე გვაქვს მისამართი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვესტუმროთ და უფრო დეტალურ ინფორმაცია მივიღოთ. ამ შემთხვევაში
ეს არის, როდესაც არ არის აუცილებელი unwrap-ის გამოყენება, რადგან ჩვენ უკვე ვიცით მნიშვნელობა და პირდაპირ ეს მნიშვნელობა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში, აქ 1. ამ შემთხვევაში 9. მაგრამ აქ პრობლემა ეს არის, რომ ჩვენ ნონს მგონი ვერც დავწერთ. ეს გვაქვს ეს known, მაშინ როდესაც ჩვენ swatch-ში არაფერი მნიშვნელობა არ არის და ხშირად ხომ ეს რაღაცას ვწერთ, რომ როცა პირიქით known არ არის, მაშინ გავაკეთოთ რაღაც. და ესე მგონი ვერც დავწერთ მას. მაგ known-ის unwrap-ი არ გამოვა. აი, აქ მგონი აქ არ ვიცი რამე სხვაზე გადავიდეთ. აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ, იმიტომ რომ მას ვერ დავბეჭდავთ known-ს. არგეს არ გვინდა. სხვანაირად არ გამოვა, ან ვერ დავბეჭდავთ მას ესე რომ ვქნათ, რომ თქვათ პირდაპირ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. მოკლედ known და მე რა ვთქვათ პირდაპირ რომ დავბეჭდოთ. ასე არც გამოს უნდა იყოს option ტიპის. ну, მოკლედ აზრი არ აქვს. ამას ვერ ვიყენებთ. შემდეგი შეცდომა აქ მძიმე გვაკლია, სია გვაქვს და ასე არის ფორმატირებული რატომღაც და აქ მძიმე გვაკლია. ის გარეშე ვიღებთ ამ შეცდომას. და ასევე ჩვენ შეგვიძლია ვესტუმროთ ამ გვერდს და აქ შემთხვევაში აქ მძიმე გვაკლია. შემდეგი აქ რა გვაქვს? აქ გვაქვს სია, ვექტორი, ვიძახებ resize, რომელიც ცვლის ჩვენი ვექტორის ზომას. პირველი ელემენტი არის ზომა, ანუ ანულებს მას, ვექტორს შლის. და აქ 5 მეორე არგუმენტია, აქ მაგალითად 10 რო გქონოდა, 5 აქა და დარჩენილს შეავსებდა ამ 5-ებით. 0 როა, ამას არც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რას ვწერთ. ხო, თავგარი. შესაბამისად, resize არაფერს არ აბრუნებს, შესაბამისად, ამასაც არ ვიცი რა აზრი აქვს აქ. და შემოშნაშიც სწორედ ეგ გვაქვს, რომ შეგვიძლია საერთოდ წავშალოთ ეს. ამ შემთხვევაში კიდევ შემდეგი შენიშვნა არის, რომ ეს არ გვინდა, რადგან ეს ვექტორი ცარიელია, ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ეს ორი ჭხილები გავაკეთოთ, იმიტომ რომ მრავალ მანძარაფერი არ არის იქ. მოსწი რაღაც. ამას ვქნათ. დაგვრჩა ორი ცვლადი. ხო თვითონ გვეუბნებიან solutions. ორი ცვლადი და ვცდილობთ, რომ მნიშვნელობები შევცვალოთ. და აქ რეკომენდაცია გვაქვს, რომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს memory place-ი ან swap-ი.
აი ესეთ pattern-ს ეძებს. ამჩნევს რომ ცუდი მცდელობა, არასწორი მცდელობა, სავარაუდოდ იმისა რომ გვინდა რომ შევცვალოთ მნიშვნელობები. რეკომენდაციას გვაძლევს swap ფუნქცია გამოვიყენოთ. ჩვენ შეგვიძლია ასევე პირდაპირ გადავაკეთოთ. დამორჩა. აქ ჩვენ აღარ გვაქვს კარგოს შენიშვნები. ყოველ შემთხვევაში ედიტორში. აი ეს არ ვიცი, აქ რას გულისხმობენ რა შეიძლება გაკეთდეს. არ ვიცი. აქ მაინც ვერაფერს ვერ დავბეჭდავთ. არ აუშვებს. ნახოთ ახლა ჩვენი შედეგი. მესამე დავალებაც შევასრულეთ.